მოგესალმებით, დღეს ჩამოვედით გორში და ვაპირებთ ჩავწეროთ გორის დილას ფეხბურთელი ოთო ფარულავა, რომელსაც გვინდა რომ დავუსვოთ რამდენიმე საინტერესო კითხვა და გავიგოთ როგორია მათი გუნდის შემართება წლევანდელი ეროვნული ლიგის სეზონისთვის. პირველ რიგში მოგესალმები, მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადონ რომ მოხვედით და დაგვთანხმდით რომ ჩვენთან ერთად ჩაგეწერა ინტერვიუ და მინდა რომ გისურვოთ შენ და გორის დილას წარმატებული სეზონი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან კარგი პროექტი წამოიწყეთ და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ მთელი გუნდით. მადლობა დიდი ჩვენგანს. როდის გადაწყვიტე რომ პროფესიად უნდა გექცია ფეხბურთი და არ იყო უბრალოდ ბავშვური გატაცება? ესე გადაწყვეტა არ მახსოვს უბრალოდ როგორც ყველა ბავშვმა მეც უბანში დავიწყე ფეხბურთს თამაში და მაგის მერე ვთამაშობ და ძალიან ბედნიერი ვარ ამ საქმით რა. მართლა ყველა ბავშვს ოცნება არის რომ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს კი, რა თქმა უნდა. უბანში გავიზარდეთ და თამაშობთ. კი, თითქმის ყველა ბავშვმა ეგრე დაიწყო ხო, რომ უბანში თამაშით ვიღაცას მოიწონა, მე ვიღაცამ რაღაც გუნდი ურჩია და ასე შემდეგ და მეც ეგრე მოვხდი. ერთი მომენტი იყო, რაც ვითამაშე უბანში ფეხბურთი და ერთმა კაცმა დამიძახა რაღაც მოდიო ჩემთან, რომ მივედი და ეგრე იყო, რაღაც გუნდი მირჩია ავაზა სკოლა რა. ხო და ამერია ორი ავაზა სკოლა იყო და მე მივედი სხვაგან, მეორე ავაზა სკოლაში და იქ რომ მივედი უკვე დავიწყე ფეხბურთის თამაში 7 წელს ვიყავი თუ რაღაც ეგ 8 წელს ვიყავი და იქიდან მოყოლებული უკვე თამაშობ ფეხბურთს რა ეს სისტემატიკურად და რავი ძალიან ბედნიერი ვარ ამით. თუ გახსოვთ მაგასაკში თქვენი პირველი მწვრთნელი ვინ იყო იმ გუნდში? რა გასწავლათ? კი, დავით კაციტაძე იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. ძალიან მიწყობდა ხელს რომ ფეხბურთი მითამაშა, ყველაფერს უფლებს მაძლევდა საერთო სტადიონზე, თავისუფლად ვიყავი და მეც ჩემი ნიჭი მაქსიმალურად გამოვავლინე რა და საკმაოდ გამორჩეული ბავშვი ვიყავ იმასაკში რა. და კარგად გამომდიოდა ყველაფერი მოვიდანზე ძალიან. იყო რაიმე მნიშვნელოვანი კუთხე, როგორც მიქცა რომ ესე უნდა წასულიყავი და რაღაც განგევითარებინა რომ არა, უფრო ბავშვურ ასაკში უფრო ჩემით ვიყავი რა. მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს ყველაფერში და მეტი ისეთი არაფერი რა. ანუ თავისუფლება გიჩვენია? კი, თავისუფლება მიჩვენია სულ მოიდანზე. თუ მაგალითად ჩვენი გაზეთ დავალებებს გიჩვენია რომ უფრო შენ არა, ანუ უკვე ბავშვურ ასაკში თავისუფლად უნდა ითამაშო რა, ის შებუჭილი და რაღაცა ჩარჩოებში არ უნდა მოხვდე, ხვდები? იმიტომ რომ როცა უკვე მე პროფესიონალ ფეხბურთზე გადადიხარ, იქ ბევრი რაღაცა არის რა. იმიტომ რომ იქ უკვე მწვრთნელის დავალებები უნდა შეასრულო მაქსიმალურად, მაგრამ რა თქმა უნდა შენც უნდა დაამატყო ყველაფერს რა. და მე უკვე ამასაც თუ ამატებ შენსაც ძალიან კარგად ჩანს მოედანზე რა. და პირადად შენ როგორ გიჩვენია? უფრო დავალებებს მიყვე თუ უფრო თავისუფალი ფეხბურთი? ნუ ორივე რა. ორივე, მაგრამ როცა მწვრთნელის ჩარჩოებში არ ყავხარ და გაძლევს იმის შანსს რომ რაც გინდა ისაკეთო მოედანზე, უფრო კარგად თამაშობ რა. ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, იმიტომ რომ მეც ეგრე ვყოფილი ვარ ბევრჯერ რომ თავისუფლება მოუწია მწვრთნელს და უფრო კარგად მითამაშია რა. და რომელ ტაქტიკაში მოგწონს მაგალითად ყველაზე მეტად თამაში? ტაქტიკა აი 4-3-3-ში მომწონს შუაში თამაში 10 ნომერზე. მაგრამ ამ ეტაპზე მაინც არ მიწევს მან თამაში, მაგრამ მშვენივრად ვხსნობ მაინც ფლანგზე თავს რა. ანუ პირადად შენ 10 ნომერი გიჩვენია? კი, 10 ნომერი მიჩვენია. ჩემი საყვარელი პოზიცია მაინც 10 ნომერი არის რა. კი ბატონო. რო გითხრა როგორ იყო გამოცდილება აკადემიაში რომ მიიღე და რა გასწავლა ის კონკურენცია? აკადემიაში მომიწია დინამოს აკადემია მომიწია საკმაოდ ძლიერი ბავშვები იყვნენ, უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერები იყვნენ, თითოეული მათგანი რაღაცა სხვანაირები იყვნენ, გამორჩეულები იყვნენ, ხვდები? და მეც უკვე რომ მივედი, ავაზიდან მივედი მანდ რა, 5 წელი ვიყავი ავაზაში თუ რაღაც, ხო, 5 წელი ვიყავი და უკვე რომ მივედი დინამოში, ის დამხსნენ ხო ხვდები უკვე ბიჭები ისე რომ ძალიან დიდი კონკურენცია იყო მაინც მაგასაკში რა. და როცა დავიწყეთ უკვე ვარჯიში, გამიჭირდა რა, ძალიან გამიჭირდა თავიდან. იმ ტიპსაც ვერ ავყევი იმ ტიპს რომ სხვა ტიპში თამაშობდნენ მაინც რა ხვდები, იმიტომ რომ მაინც დინამოს აკადემია იყო და ხო და მე ნენელა უკვე მეც დავიწყე კარგად ვარჯიში, კარგად თამაში და ძალიან კარგი პერიოდი მქონდა რა, ერთ სიტყვით მაინც დინამოს აკადემიაში რა. კარგად გავიხსენებ ყოველთვის მაგ პერიოდს. და იყო რამე ასპექტი რაც შეგიცვალა ამ თამაშმა? კი, მაღალ ტემპში დავიწყე უფრო თამაში რა. ავაზაში მაინც ძალიან პატარა ვიყავი და მაინც ისე იყო ყველაფერი რომ მაინც ჩემზე იყო ხვდები გუნდი მორგებული და რაღაცა და მე უკვე როცა გადავედი დინამოში კონკურენცია რო დამხვდა იქ სხვანაირად იყო ყველაფერი და მე
მწვრთნელებიც ტოვებდნენ ვარჯიშის შემდეგ რა პრობლემებიც ჰქონდა პირობითად აი ვერ დავრბოდი ბევრს ვერ ვარტყავდი რაღაც ხო კარგად ტოვებდნენ და მავარჯიშებდნენ და ნენელა მოუმატე მე ყველაფერში რა საერთოდ და დღემდე გრძელდება ეგეთი რამე მაგალითად გაქვს რაიმე ზუსტი ასპექტი რომელიც კი რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელს აქვს ჩემი აზრით ეგეთი რაღაცა რა იმიტომ რომ მეც რა პრობლემაც მაქვს და რაც მიჭეს პირობითად რაღაცა არის ხო საკითხი ვრჩები ვარჯიშობ ვუმატებ ნენელა და ვითარდები რა ეგ ჩოლებრი მომენტია ფეხბურთში და ყავთ ვინმე პირადი მწვრთნელი ასევე რომელიც გეხმარებათ რომ თუნდაც სეზონის გარეთ დაგეხმაროთ ეგეთ ასპექტში სეზონის გარეთ მაინც ესე პირადი მწვრთნელი არა მაგრამ არიან მწვრთნელები სადაც ვარჯიშობ ხანდახან რა ხანდახან ჩემით ვარჯიშობ და ასე შემდეგ ესე პირადი მწვრთნელი არ მყავს რა მისაბაძე ფეხბურთელი თუ ყავთ ვინმე მისაბაძე ფეხბურთელი ნუ მისი ხა ყველასთვის მისაბაძეა ხო მან იდეაში მაგის გამო დავიწყე ფეხბურთს ყურება რა და ის ფეხბურთი შემოყვარა მესიმ რა ძალიან არ უნდა ჩამოწერო რა თქმა უნდა რონალდოც ხო ან შეიძლება მესისნაირი ნიჭი არ ქონდეს ადამიანს ხო და ჩემს არც აქვს არავის მაგრამ რონალდომ თავისი შრომით და თავის თავდადებით წარმოიდგინე მესის უწევს ამდენი წელია კონკურენციას ხო უწევდა რა და ძალიან დასაფასებელია რა კი ან შრომაც ანუ ნიჭთან ერთად შრომაც ძალიან მნიშვნელოვანია რა ეხლა ნიჭიერი იყო და არ ვარჯიშობდე ბოლომდე არ იხარჯებოდე და რაღაცა ჩემი აზრით მაინც სადღაც აი ვერ ისამ რაღაცას რა ისე როგორ საჭირო არის რომელი უფრო მნიშვნელოვანია ფეხბურთში წარმატების მისაღწევად მაგალითად შრომა თუ ტალანტი ჩემი აზრით მაინც შრომა რა იმიტომ რომ როცა ნიჭი გაქვს და გაქვს ხვდები და ეს შრომა ცოტა რთული საკითხი არის რა მაინც ის ზოგს იზარება ხო ხვდები ხა გამოდი ყოველდღე რაღაცა ვარჯიშის წინ ვარჯიში რაც ეგეთ რაღაცები ზოგს იზარება მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რა ამასთან ერთად დისციპლინა რომ პირველი არის ჩემთვის რა იმიტომ რომ მე ხა როგორც ფეხბურთელი ვარჯიშის შემდეგ როცა მივდივარ სახლში სულ ვისვენებ რა სწორად ვიკობები ანუ გარეთ ვერ გავდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად ესე ხშირად ხვდები იმიტომ რომ მეორე დღეს ვარჯიში მაქვს დილით რა თამაში მაქვს და ანუ ყველაფერს ვაკლდები რა იმის გამო რომ მიყვარს ეს საქმე და ანუ ვაკეთებ ფეხბურთს რა და მაინც უფრო დისციპლინა პირველი არის ჩემთვის რა ნუ კი რა თქმა უნდა ანუ პროცედურებს უნდა გაიკეთო ვარჯიშის შემდეგ ყველაფერი რომ მე თამაში როცა მოვა ხვდები რა ჯონზე იყო და ყველაფერი შეგეძლოს რა მოიდანს რა კი ბატონო და რამდენად ფიზიკურად ვარჯიშობთ მაგალითად ანუ ყოველთვის დამღლელია ეს ვარჯიში თუ უმეტესად ტაქტიკებზე გაჩნია თამაში ვისთან არის როგორ არის რა იგეგმება ხვდები მაგრამ ჩვენ მაინც ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს რა და მე მომწონს ეს ყველაფერი რა თამაშის წინადღე არის ცოტა სუსტი ვარჯიში ხო ხვდები რაღაც ისეთი თავისთავად რომ მაინც მიმყვანი იყოს თამაში და მე გავდივართ ეხლა მოედანზე და თამაშობთ რომ მეორე დღეს თამაშს რა არსებობს რომელიმე გუნდი ეროვნულ ლიგაში რომელთვისაც განსაკუთრებით ემზადებით არა ყველა გუნდი ჩემთვის ერთი არის რა. ყველა გუნდისთვის ერთნაირად მემზადები, იმიტომ რომ მე ყველა გუნდს ვაფასებ რა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან ჩვენს ეროვნულ ლიგაში რა. ძალიან ნიჭიერები არიან, გამოცილი ფეხბურთელები ყავს და ყველა გუნდი უნდა დააფასო რა ფეხბურთელმა რა და ყველა გუნდს ახაც თავისი მონახაზი აქვს რა და მაგ მონახაზს მიყვებიან და რთული არის ესე რომ დავგეგმოთ ხა ჩვენ მოდი აი მივდივარ ხა პირობითად სად აი მივდივარ ტორპედოსთან თამაშზე ხო ესე ვერ დავგეგმავ რომ აი სამი ქულა უნდა ავიღო რა ანუ შანსი არა ვერ აიღებ ეგრე რა უნდა იბრძოლო იომო სტადიონზე და ამ შინით ამ მონდომებით გაიმარჯვებ ალბათ რა თუ შენი დღე არის იმდეს ანუ მოედანზე უმეტესად мотивაციით გადიხარ თუ ცოტა ნერვიულობას დახლავს ნერვიულობა უფრო პასუხისმგებლობა რა რომ პასუხისმგებლობა მაინც მნიშვნელოვანია ფეხბურთელის იმიტომ რომ შეასრულოს ის მწვრთნელის დავალებები და რაღაც მაინც ნერვიულობაზე წავს ბევრი შრომა და მაგით კი რა თქმა უნდა როგორც ვიცით, შარშან ძალიან ახლოს იყავით იმასთან, რომ ეროვნული ლიგის ჩემპიონები გამხდარიყავით. როგორია წლევანდელი შემართება და რა იმედებს ამყარებთ ამაზე? კი, შარშან ცოტა დავაკლა მართლაც. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთი არა ხდება ყველაფერი, მაგით არის ყველა საინტერესო სპორტი ხო? ჩემი აზრით, ესე ვერ დაგიგმილი არაფერი არ არის რა. იბერია გახდა ჩემპიონი და ჩემი აზრით მაინც დამსახურებულთ რა, იმიტომ რომ ძალიან კარგი გუნდი ყავთ, ძალიან კარგი მწვრთნელი ყავთ, პირველ რიგში მინდა იგავნიშნო. და ნუ მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავს და მიაღწიეს ამ შედეგს და ძალიან კარგი გუნდი ერთ სიტყვით რა. მაგრამ წელს უკვე ჩვენი გეგმები გვაქვს რა, როგორც ყოველთვის გორის დილა ჩემპიონობის იბრძოდა ყოველთვის და თქვენი შემახება ყოველთვის.
ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი რა და ჩემი აზრით ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა რა ამ წელს რა. დიდი იმედები მაქვს. არა. ევრო ტურნირებზე რა იმედებს ამყარებთ? გამოლოდინებით. ევრო ტურნირები ჩემთვის დაიხ ყველა ფეხბურთელის ცოტა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის რა უფრო რა, იმიტომ რომ ძალიან ველოდები ყოველთვის და მეც ძალიან ველოდები ევრო ტურნირებს. რა თქმა უნდა ძალიან კარგი გუნდები შეგხვდებიან ხე. ორი აზრი არ არის რა მანდ. და მანდაც ის საკითხი არის რომ აი ტემპის ამბავი არის ხვდები? ჩვენ ჩემპიონატი სხვანაირი არის რა. ახალი სახის გამოცდილება. ხო, ანუ ჩვენ ჩემპიონატი მაინც ცოტა სხვანაირი არის, იმიტომ რომ იქ სხვა ტემპში გიწევს თამაში, აქ სხვა ტემპში რა. კლასი იქ უფრო მაღალია, აქ უფრო დაბალია შედარებით, ხვდები? აი ჩვეულებრივი ამბავია რა და ევრო ტურნირები მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც განვითარდეთ და ცოტა მოუმატოთ უფრო რაღაც ასპექტებში. შენ თვითონ თუ გაქვს რაიმე მიზანი, სადაც ისურვებდი რომ გეთამაშა რომელიმე მაღალი ლიგის ჩემპიონატში ევროპაში? კი, რა თქმა უნდა, ეხლა ესე რომელიღაცა კლუბი და რაღაცა ეგრე არ მოქვს, იმიტომ რომ სადაც მომიწევს თამაში, იქ წავალ ხო, ვითამაშებ, პრობლემა არ მოქვს, უბრალოდ ესე გამორჩეოთ რაღაცა გუნდი ვთქვა, ეგეთი გუნდი არ მოქვს, მაგრამ მინდა რა თქმა უნდა. ბარსელონაში? ხო, იქ ბარსელონაში ვითამაშები, მაგრამ ესე ტოპ 5-ში ყველას უნდა ეხა წასვლა, ხო? თავისთავად. მეც მინდა და ყველა ფეხბურთელს უნდა ვინც საქართველოში თამაშობს და მედია ოდესმე წავალ. მოგვიანებით გილოცავთ იბერიას წინააღმდეგ ცალკე გამარჯვებას და მინდა გამიზიარო როგორი გამოცდილება იყო, რა ემოციები მიიღეთ და როგორი განცდები ჰქონდათ თამაში. მადლობა ძალიან დიდი. კი, ნუ ძალიან მემზადებოდით მაგ თამაშისთვის. ძალიან გვინდოდა რომ თასი აგვეწია და უკვე გადაწყვეტილი იყო მეორე ადგილზე გავდიოდით რა უკვე ჩემპიონატში და თასი იყო ერთის რაღაცა ძალიან გვინდოდა რა ყველას რა გოლში აი ხალხი გოვაჩერებდა და გვეუბნებოდა რომ უნდა გაიმარჯვოთ და რაღაცა და ნუ ეს ორმაგი мотиваცია არის რა ესე რომ ხალხი გელოდება რომ თასი ჩამოხვიდე გოლში კი და გავიმარჯვეთ რა სწრაფი გოლი გავიტანეთ თავიდან მეორე თუ მესამე წუთზე და უკვე მაინც ჩემი აზრით დავიმსახურეთ გამარჯვება რა თამაში ნამდვილად კი დავიმსახურეთ და ძალიან ბედნიერია. შენი აზრით ცხოვრება როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება პირადი ფეხბურთის გარეშე? მაინც სპორტში დავრჩებოდი ჩემი აზრით რა. ჩოგურთი მიყვარს ძალიან. პინგ-პონგი, პადელი და რაღაც ხო ხდება. ძალიან მიყვარს და ხშირად ვთამაშობ რა და მაინც უფრო სპორტში ვიქნებოდი რა. და ნუ ფეხბურთის გარეთ მაგით ხარ დაკავებული მაგალითად ჰობიი გარს. კი, თითქმის ყველაფერს ვთამაშობ რა. ესე ერთ კონკრეტულ რაღაცას არ ვთამაშობ. რაც მომინდება ხოლმე, იმას ვაკეთებ და ნუ სპორტი ძალიან მიყვარს რა, თითქმის ყველა სპორტი. შენი აზრით რა მხელა გავლენა აქვს ოჯახს შენს წარმატებაზე კარიერულად? კი, ძალიან დიდი რა. მე პირადად ძალიან მეხმარებიან რომ გამვითარდე და უფრო წინ წავიდე რა. მე ესე ზოგადად ფეხბურთზე ლაპარაკი არ მიყვარს რა სახლში რა. იციან ჩემი მოც რომ ფეხბურთზე არ უნდა მელაპარაკო რა თამაშის შემდეგ, ანუ არ მიყვარს რა. მე რა გავაკეთე ისე რომ საერთოდ არ ვლაპარაკო ფეხბურთზე რა მაქსიმუმ ერთ-ორი რაღაც უთხრა და მორჩა რა იციან არა უბრალოდ არ მიყვარს რა ფეხბურთზე ლაპარაკი ეს სახლში რა და არც გარეთ ისე აი მიყვარს ფეხბურთი ძალიან მიყვარს სტადიონზე ფეხბურთი რა ჩემს საქმეს ვაკეთებ მოედანზე სტადიონზე გამოვდიოდი ვაკეთებ ჩემს საქმეს იმის გარეთ აი ხა სახლშიც ვერიდები ესე სულ ფეხბურთზე ლაპარაკს ხდები 1000 კითხვები არის მე რაღაცა სხვანაირი კითხვები ზოგს არ ესმის ფეხბურთი და რაღაც შეიძლება ისეთი კითხვები დაგისვას რომ აი ხო რა აღარ გვინდა და მეგეთ რაღაცები და მაგიტო ვერიდები ზოგადად ფეხბურთზე ლაპარაკს რა და გამორჩეული პირი ყავთ მე ოჯახში რომელიც უფრო უმეტესად გიწერთ ხარს ყველა ძალიან გულშევატკივრობს კი უბრალოდ მაინც დედა ჩემს უფრო ესმის ფეხბურთი რა იმიტომ რომ მთელი ბავშვობა დედა ჩემი თამაშებს გადიოდა და ასე შემდეგ რა და დედა ჩემი აზრით ძალიან კარგად ის ფეხბურთი და ახლა მეუბნება ხოლმე რაღაცა საყვედურს რა დედისგან საყვედური მისაღები და ბოლოს გითხავთ რომ როგორ გინდა რომ ქართულმა მაყურებელმა დაგიმახსოვროს როგორც ფეხბურთი არ ვიცი ასე მოვიფიქრო რა ეს ამერიკას და მოვიფიქრო ეს ანუ რავი რა უთხრა აი როგორ დამიმახსოვროს მე ხარ რა ფეხბურთელი რომელსაც სპორტის ყველაფერი გაიგო და გაიპასუხია რა კი აი ესე სამწუხაროდ დღესდღეობით ეროვნულ ლიგაში არ ყავს ბევრი მაყურებელი და ფანი თუმცა გორია ამით ყოველთვის გამორჩეოდა და დღესაც ერთ-ერთი გამორჩეული ფანი ვიყავთ და მინდა გამიზიარო როგორია მათთან ერთად
თამაში. კი, გორში მაინც შენარჩუნებულია ეს ხალხის მოსვლა სტადიონზე და ძალიან კარგია ეგ რა. და ძალიან ემოციური ხალხი არის გორში და სულ ცდილობენ რომ აი მაღალი ბიზნესის ვიბრძოლოთ ჩვენ და ეგ ჩვენთვის ძალიან დიდი мотивация არის რა. და ყველა თამაში მაინც მხარს გვიჭერენ და ძალიან ბედნიერი ვარ ამით რა. როდესაც ატმოსფერო იქნება, მართლა ფეხბურთელები სხვანაირად დებენ კი, კი, რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა. როცა გულშემატკივარი მოდის ამ მხარს გიჭერს, ფეხბურთელისთვის ჩემი აზრით მაინც პირველია ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ მაგათ გამოთამაშობ რა, რომ გაახარო და გააბედნიერო და გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია სტადიონზე ჩემი აზრით. არის რომელიმე გუნდი სხვა მაღალი დონის ლიგებში, რომელსაც გამოარჩევდი ეგეთი ატმოსფეროთი და ისურვებდი რომ შენც მაგ გეთამაშო. ანუ უბრალოდ სხვა სტადიონი. ატმოსფეროთი ესე გამორჩეული დორტმუნდის გულშემატკივრები მომწონს რაღაც ალამაზია, ხო? ოკეი. და დორტმუნდის ვითავაშობდი თინს გამონებით. პრობლემა არ არის. ხო, რა დორტმუნდს გამოვარჩევდი მაგით. რა კიდე რა თქმა უნდა ბევრი გუნდი იქნება ეგეთი ხო, ლივერპულის აი ძალიან აი ლივერპულის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი. კი, რა თქმა უნდა, ლივერპულის გულშემატკივრების ყურება ერთი სიამოვნება არის და ძალიან ლამაზ სანახავი არის რა ესე. შორიდან უყურებთ ხო ჩვენს ეხა და ძალიან მომწონს რა. შენ თუ ადვენებ თვალს რომელიმე სხვა ლიგას? კი, პრემიერ ლიგას ხო შორის ძალიან მომწონს პრემიერ ლიგა, იმიტომ რომ ყველა გუნდი იბრძვის რაღაცისთვის რა. ანუ მან და არ არის ბოლო ადგილოსანი და რაღაც ხდები? ანუ აი ლა ლიგაში სხვანაირად არის ჩემი აზრით რა. მაინც ბოლო ადგილოსანი გუნდი უკვე ძალიან აუთსაიდერია რა. ეგ არის რა სხვაობა რა პრემიერ ლიგასა და ლა ლიგას შორის რა. მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი არის რა. ეხლა ბარსელონა, რეალი და ძალიან დიდი კლუბები თამაშობენ ხო მანდ. თქვენ თუ ყავთ რომელიმე გამორჩეული გუნდი, რომელსაც მთელი გუნდი დაუთმობ ბავშვობაში და კი, რა თქმა უნდა, ბარსელონა ბავშვობიდან ძალიან გულშემატკივრო ბარსელონას და ანუ მესი რო წავიდა და რაღაცა ძალიან კი ყველასთვის ხო? ყველა ბარსას ფანი. მაგრამ მაინც ბარსაში მესის მერე კი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავდათ ყოველთვის შუაში მაგალითად ნიესტა ხავი ბუსკეტსი ანუ მაგრამ ნეიმარი ჩემთვის ყველაზე ისეთი ასენ გამორჩეული იყო რა ყოველთვის ძალიან მომწონდა მაგ კი ნუ სხვა სილამაზეში თამაში კი სხვანაირი ძალიან გამორჩეული იყო რა ძალიან და ძალიან მომწონს და აი ნეიმარს უყურებდი სულ მთელი ბავშვობა და ნაადრევად დაგტოვა კი კი ჩვენ წინასწარ უკვე ვიცოდით შენს რომ ბარსელონას ფანი იყავი და ზუსტად ამიტომ სპორტული ინვენტარის მაღაზია კემპს გამოვართვით აი ეს ბარსელონას მაისური ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენ გადმოგცეთ საჩუქრად აქ დავაწერო ოფარულავა მადლობა თქვენ მოგზაურობთ და წარმატებებს ვისურვებთ გაიხარეთ